მერთვა დაგლოცოთ შემოქართველებო, დღეს არის მათე მახარებლის სცენების დღე. ეხლა ვიმყოფები დედაღვთისის ტაძარში, აქ წირვა დაგვასრულეთ დავამთავრეთ და მრევლი წავიდა. და მინდა მოგილოცოთ მათე მახარებლის ხსენების დღე, ყველას ერთობით შეგწეოდეს წმინდა მოციქული და მახარებელი მათე. ასევე მინდა შევეხმიანო დღევანდელ დაგეგმილ ეგრეთ წოდებულ აქციას, რომელიც საპატრიარქოსთან დაგეგმეს. შაბათს 3 საათზე რო საპატრიარქოსთან აქციას დაგეგმო, ეს იმის მაჩვენებელია, რომ აზრზე არ ახარ ლოცვის გრაფიკზე. საერთოდ არის ესე იგი შეხება არ აქვს ზიარებასთან, ეკლესიურ ცხოვრებასთან. ამას ნიშნავს ეს და ყველა აქ ზეთა ხელმძღვანელები იქნება თუ მისვლელი, ვინც იქნება მისვლელი, რავი, რამდენი იქნება. ხო, მოუწოდებ, რომ ხშირად ეზიარეთ, ეკლესიაში იარეთ. და მიხვდებით მე რეაქციები როდის უნდა დაგეგმოთ და სად. ხო და კიდე ერთი ამ აქციასთან დაკავშირებით. მახსენდება ქართული ფილმია, ძალიან კარგი ქართული ფილმი. არაჩვეულებრივი გამოფენა, მეგობრებო. და იქ არის ასეთი მომენტი. სახლიდან რო გარბის, რა ქვიათ, მთავარი როლის შემსრულებელს იქ დამამსდა პიპინია ქვია მამას, პიპინია რო გარბი, პიპინა შვილი. სახლში სტოვებს სოლს 5 შვილს, არასრულ 5 შვილს და მამას. გარბის სახლიდან და მიდის თავის კლასელთან, ბავშვობის მეგობართან. დოდოაბაშიძე თამაშობს კლასელის როლს. ხო და დოდოაბაშიძესა და მის მედუზოს მომენტი რო კარგი ფილმია, სხვათა შორის რეკომენდაციას უწევ, რომ ახალგაზრდებო უყურეთ ამ ფილმს. და ესე ეუბნება რომ დოდოაბაშიძეს როლი დოდოაბაშიძე ეუბნება როლში, რა თქმა უნდა. რა ხდებაო და ვაგინე ყველასა წამოვედიო. პიპინიასაც პიპინია მამამის ქვია, ხო. პიპინიასაც ვაგინე და წამოვედიო. ხო და ჩემო მეგობრებო. ვინც ახლა მაგ რეჟიმში ხართ, ოღონ აქცია ჩაატარო და ყველას აგინო და სახლებში წახვიდეთ. კი ბატონო, მიდით შეუერთით საპატრიარქოსთან, იგინეთ და წაიტბენ სახლში, აკრიტიკეთ, ხო და თუ ვინმე მად სიაში ხართ, რომელსაც გაწუხებთ ჩვენი ხელისუფლების მოღალატეობრივი ნაბიჯი ქართული მიწების გასხვისებასთან დაკავშირებით, გელოდებით 7 დეკემბერს 16 საათზე რუსთაველზე. სისტემა არის დასამარცხებელი და ასე ვაგინეთ ყველას და წამოვედით სახლებში მე ეს რეჟიმი და ასეთი პოზიციონერობა აწყობს ხელისუფლებას. თუმცა ამ აქციასაც აქვს დადებითი დავაკვირდეთ მეგობრებო, ხელისუფლებამ შეიძლება გამოაგოროს ახალი სახეები, ეგრეთ წოდებული პატრიარქის დამცველი სახეები, რომლებიც პარალელურად დაარტყამენ 7 დეკემბრის აქციის ორგანიზატორებს. ხო და ეს ხალხის გამოაშკარება მოხდება ამ აქციით, დღევანდელი ეგრეთ წოდებული აქციით, რა თქმა უნდა. მერთვა დალოცვილი გამყოლოთ, კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს მათე მახარებლის ძალდამალი გვარავდეთ და შეგწეოდეთ. მერთვა მიმადლოს ქართველ ხალხს სახელმწიფოებრივი აზროვნების უნარი.